ესე იგი შუაღამე მშვიდობისა მეგობრებო, ახსნა გაუკეთეს ახლა ახალი. ესე იგი მედიცინაშიო. სანამ ტვინის ღეროს უჯრედი არ მოკვდებაო, მანამდე ადამიანი ცოცხლად ითვლებაო რა. ესე იგი გულიც რომ მკვდარი იყოს, სხეულიც რომ მკვდარი იყოს, ყველაფერი რომ მკვდარი იყოს და ტვინის ღეროს უჯრედი არ იყოს მკვდარი. აი, სანამ ტვინის ღეროს უჯრედი მკვდარი არ არის თურმე მედიცინაში, მკვდრად არ ითვლებაო. მოდი ახლა იკვლიეს აი ამას, აი ამ მკვდარს, ტვინის ღეროს უჯრედი მკვდარი აქვს თუ არა. მკვდარს ხედავთ თუ ცოცხალს სურათზე? დამიწერეთ უბრალოდ რა, ქვემოთ. და მე მანამდე კიდევ ერთხელ აგიხსნით მედიცინაში როგორ ახსნეს ახლა ეს, რომ ეს ცოცხალია. ესე იგი ადამიანს გულიც რომ მკვდარი ქონდეს, ხელებიც რომ მკვდარი ქონდეს და მთელი სხეული. ტვინის ღეროს უჯრედი სანამ არ მოკვდებაო, გამოიგონეს რა რაღაცეები ხარ. მანამდე მკვდრად არ აღიარებენო. ვახ, რა მაგარი რამეაჩი. აი უყურეთ რა უბრალოდ რა. ხალხო, აი ამ მარტო ტვინის ღეროს უჯრედიან კაცს მოანათვლინეს 700 ადამიანი. შაისე. ღმერთო მეცინება რომ არ მეტირებოდეს. ტვინის ღერო უჯრედ დატოვებულ კაცს მოანათლინეს 700 ადამიანი. მერე ვიღაცა იტყვეს შენი პატრიარქი არ გიყვარს და შენ ბიჭო მიმკვდარებულო გიყვარს შენი პატრიარქი თუ ვინც ჯანდაბა დაკურთხე ეგ. აი ეს კაცი თუ გიყვარს ხო? ამ დღეში მარტო ტვინის უჯრედი რო აქვს დარჩენილი, ტვინის ღეროს უჯრედი რო აქვს დარჩენილი ცოცხალი, აი სკამზე გიფიქსირებენ და ისე გამოხავთ ნათლობის ცერემონიალზე. ბიჭო, როცა უნდა ამბობდნენ რომ უძლურად არის პატრიარქი რა, გადაიდოს ეს, ან საერთოდ გაუქმდეს ეს ნათლობები, რა ჯანდაბაა ეს ხალხო. ტვინის ღეროს უჯრედი აქვს მხოლოდ ამ კაცს დარჩენილი, მეტი აღარაფერი. კარგი არ აღიარებენ, არ უნდა ცოცხალი თავით არ უნდათ რომ აღიარონ, მკვდარია, ხო? აჰა, დაუტოვეს ტვინის ღეროს უჯრედი ცოცხალი, აჰა, დაუტოვეს. კარგი, ვაძლევ მაგის უფლებას, რომ დაუტოვონ ის ტვინის ღეროს უჯრედი ცოცხალი. და რამდენ ხანს გასტანს ეს ტვინის ღეროს უჯრედით ეს კაცი? შენ ანათლინებ აი ამ ტვინის ღეროს უჯრედი ცოცხალ მკვდარ ადამიანს, ბავშვს. ადამიანებო, ხალხო, გამოფხიზლდით და თვალყური გაახილეთ. გააფართოვეთ. იმის მაგივრად რომ ადგეთ და ყვიროდეთ, ხალხო, რეებს აკეთებთ, 700 კაცს ანათლინებთ ადამიანს, რომელიც ვეღარც ფიქსირდება სკამზე. დააყენეთ ეს პატრიარქი და თუ ილია მეორე პატრიარქი ღმერთმა დაიფაროს, ეგ ჩემი იყოს ქრისტია ჩემი პატრიარქი, ილია მეორე კი არა. დააყენეთ ეს კაცი და დაასვით იმ სარეცელზე. როგორ შეიძლება ვერც თვალს ახელს, ვერც პირს აღებს, ვერც ხელს იჭერს, ვერც გული უცემს. და აი ესეთ ადამიანს მოანათლნოთ ცერემონიალი ჩაატარებინო 700 კაციანი? ვაი თქვენს პატრონს ყველას, ვინც ეგრე ფიქრობთ. ვაი იმ სახელმწიფოს პატრონს, რომ ესეთ რაღაცას აკეთებს და უშვებს. ვაი იმ შვილების დედებს და მშობლებს, ვინც აი ამას მოანათვლინა ბავშვები. ვაი იმ საპატრიარქოს, რომელიც აი ესეთ ადამიანს ამხელა ცერემონიალზე მთავარ მონაწილედ ხდის. და ვაი იმას, ვინც იცის რომ მკვდარია და არ ამხელს. თქვენ რა დაგემართებათ? თქვენ რა მოგივათ, ხო? საერთოდ არ მინდა რომ ვიცოდე რა.
მე რომ მეკითხებით, უფლის არ გეშინიაო. აი ამის გამკეთებელს რატო არ ეკითხებით, უფლის რატო არ ეშინია. ამ ცოცხალ მკვდარ, ტვინის ღეროს უჯერედ ცოცხალიან კაცს, მუმიას რა პრინციპში. მუმიასაც რაღაცა აქვს ცოცხალი. მუმიაც ცოცხალია საერთოდ. აი ამასაც თუ ცოცხალს უწოდებთ, ამას თუ ცოცხლებში თვლით, ვაი თქვენს პატრონს, ვაი თქვენს გამჩენს, ვაი თქვენს მოდგმას, ვაი თქვენს სახელმწიფოს, ვაი თქვენს საპატრიარქოს და ვაი თქვენს ყველა კაის. სალომე, ვის ეკითხები, უფლის არ გეშინიათო? მე მეკითხები? სალომე, შენ გიგითხები, სალომე ცხილაიშვილი. მე მეკითხები, უფლის არ გეშინიათო? იაღოველი ბიჭო, შენ თავად ხარ, აი აქ ვისაც ხედავ, მაგ ცოცხალმკვდარ ტვინის ღეროს უჯრედიან ადამიანმა რო გითხრა, რომ ღმერთის სახელი ელიახვი არისო, შენ გამოდიხარ ბიჭო, შენ იაღოველი რო იცოდე სალომე. აი ამ კაცმა გითხრა შენ პატრიარქს რო უწოდებ, შენს პატრიარქს. ღმერთის სახელი იახვი არისო და იაღოველები იახველები არიან, შენ რა გონია სხვა? ანუ შენ ხარ იაღოველი და მემაბრალებ? გაიგე სალომე, გამოფხიზლდი რა, გინდა გაჩვენო ეგ ვიდეო, სადაც ეს კაცი იძახის, რომ ღმერთს ორი სახელი აქვს, იახვეო, გინდა გაჩვენო? გაჩვენო, ხო? არა, ხო, თორე შეგრცხვება, ძალიან შეგრცხვება, რომ შენ ამ კაცის მიმდევარი ხარ, ამ იაღოველის ჯვარი რო უკიდია თავზე. ფარისევლის, რომელსაც ჯვარი მხოლოდ ფასადად ედო თავზე. მართლმადიდებლობის რომ არაფერი გაეგებოდა. ჩვენი პრეზიდენტის სიკვდილში რო აქვს ხელი გასვლილი. იმ ბერის სიკვდილში რო აქვს ხელი გასვლილი, რომელმაც თვითმფრინავი რო გაიტაცა. იმ წმინდანის სიკვდილში რომ გადასცა სიკვდილს. საქართველოს დაქცევაში რო აქვს მიღებული მონაწილეობა აი ამ ელიახვეს მადიდებელს და შენ მას რო პატრიარქს უწოდებ. აი შენ გამოდიხარ იაღოველი. მე კი ქრისტეს მადიდებელი ვარ, რო იცოდე რა. ქრისტეა ჩემი პატრიარქი. იესო ქრისტე და არანაირი სხვა ქრისტე. იესო ქრისტე, რომელიც იშუა და ჯვარს ეცვა და აღდგა. მეორედ მოსვლა მოსული რო არის, რა თუნდა მაგას ბევრი ლაპარაკი, მკვდარს მოანათლიდან 700 ბავშვი. აბა რაღაც უნდა მაგას მეტი ლაპარაკი. და იმ დღეს, როცა მკვდარს მოანათლდნენ 700 ბავშვი, ეთიოპიაში 12 წლის დაძინებულმა, 12,000 წლის დაძინებულმა ვულკანმა ამოხეთქვა აი ამის საპასუხოდ. მეტი რა გითხრას სამყარომ, როგორი ნიშანი გამოგცეს. ელიახვეს მადიდებლებო, სალომე ტექსიაშვილო თუ თხილიაშვილო. გესმით? აი ეს არის რა, ჩვენი საცოდაობა არის ეს, რომ ერთმანეთს ხელს ვადებთ, აი ამ მძორის გულისთვის რა, აი ამ მძორის და მუმიის გულისთვის, რომელმაც საქართველო დაღუპა. და ჩვენ ქართველები ერთმანეთს ვეჩხუბებით, აი ამ კაციც არ ქვია, კაცოს გულისთვის რა. აი პირდაპირ გეტყვით ყველას რა. ამის საქმეები გამოვა ეხლა და აწიით, თქვენ ისეთ რაღაცებს გაიგებთ, ფრთხილად იყავით და გაფრთხილებთ. მოემზადეთ ტვინი არ აგეხადოთ რა. ისეთ საქმეებს გაიგებთ აი ამ მძორისას, რომ აი პირდაპირ გეტყვით რა, ამ ადამიანს რამდენი დრო მისცა ღმერთმა რომ მოენანიებია? და ვერ მოინანია.
რატომ ვერ მოინანია? რომ მოენანიებია, ესეთ რამეს არ აკადრებდნენ ამის მძორს. ამის მძორს 700,000 ბავშვის სულს არ მოანათლინებდნენ რა. ამას რომ მოენანიებია. ღმერთი ამას არ დაუშვებდა, მაგრამ როგორც ჩანს ვერ მოინანია და სწორედაც გამჟღავნდა წმინდა გიორგის დღეობის დღეს. გიორგობას, რომლის სახელზეც ურჩხული შევარდნაძე წმინდა გიორგით მონათლა. წმინდა გიორგის სახელით მონათლა. ჯაბა იოსელიანს წმინდა გიორგის ორდენი გადასცა. ასევე ახალაიას, რომელმაც ქართველი ბიჭები გაგვიუპატიურა ციხეში. 1 და 2 კი არა, 50,000. ამ მძორისას, რომელსაც მონანიების დრო მისცა ღმერთმა და მაინც ვერ მოინანია. აი ამ მძორმა, როგორც ჩანს, მძორად დაიბადა და მძორად დარჩა. ეს კანდელაკი იაღოველი, იახვე მადიდებელი მძორი. ამის სული გაქრა. აი ამის, ვისაც ხედავთ თქვენ მკვდარს, რომელსაც დაატარებენ პაპს ფრანჩესკოსავით შერცხვენილს. ამას შეეძლო, რომ შესულიყო ისტორიაში როგორც ჯერ კიდევ მონანიე ადამიანი, რომელმაც საქართველოსთვის რაღაცა მაინც გააკეთა, მაგრამ მისი საქციელიდან გამომდინარე სრულიად გაუქმდება ამათი პარპაში, ამ სატანების პარპაში ეკლესიაში სრულიად დაემხობა, ხომ აგერ ნახეთ 7 ტოტა მენორას რა დაემართა. ჯერ ხომ გადმოუყირავდათ სამებაში. მერე შუმანის რეზონანსმაც კი ანახა, რომ 7 ტოტა მენორა გადმოყირავდა ხალხო. გადმოყირავდა. თავზე დადგა. ჯერ კიდევ როდის ახსნა ლაზარემ, ჩვენმა ქართულმა ანბანმა, რომ 7 ტოტა მენორა კი არა, 7 ფეხა უნდა იყოსო და თავზე დააყენა. სული წმინდიდან ჩამოდის სრულიად სინათლე, გადის 2-ში, მამაში და ძეში და შემდეგ ჩადის 7-ში და არა პირიქით ხალხო. სული წმინდა სატყავდათ ჩაკეტილი, იქ საიდანაც ამოხეთქა 23 ნოემბერს 2025 წლისა. აი ამოხეთქა. სული წმინდა გათავისუფლდა. ამიტომ გილოცავთ ყოველნო ადამიანო, რომელიც ელოდით მეორედ მოსვლას. ბარე ორს გატყუებდნენ, რომ მთას წაგიძღვებოდათ ეს ლეში. ბარე ორს ელოდით, რომ მთაზე წაგიძღვებოდათ და იქ შეგახვედრებდათ იესო ქრისტეს. მიდი წაგიძღვეთ მკვდარი. მიდი წაგიძღვეთ მკვდარი, მკვდრებმა მკვდრები დამარხონ. ამბობდა იესო ქრისტე და ამბობს. ამინ. ვიღაცები იძახიან, არ მჯერაო. არ მჯერა, მაინც ვერ დავიჯერე, რომ მკვდარიაო. მაინც ვერ დაგვაჯერე და რა გვიმტკიცებო. მე თუ ვერ გიმტკიცებ,
შენი თვალები თუ ვერ გიმტკიცებენ და კიდევ სხვა და სხვა ინფორმაციები თუ ვერ გიმტკიცებენ, მიდი საპატრიარქოსთან და მოსთხოვე ხალხს, რომ შეხვიდე და გნახონ. შენს ხომ მისი შვილის ნათლულის მშობელი ხარ. ხო და მიდი, ხო და მოიკითხე იქნებ როგორ უნდა შენი ნახვა აი ამ ტვინის უჯრედიან ადამიანს, ტვინის ღეროს უჯრედ ცოცხალიან ადამიანს, უпростоრედ მხოლოდ ტვინის ღეროს უჯრედ ცოცხალ ადამიანს. ტვინის ღეროს უჯრედზე დაეცა საქართველო? ტვინის ღეროს უჯრედიანი გახდა საქართველო. მეტი უნარი მას აღარ გააჩნია და მე რა მიგვირს, რომ სრულიად კაცობრიობა ვეღარ აზროვნებს. რამე თუ ამ მკვდარს უყურებს და ცოცხალი გონია. რამე თუ მე მერჩის, რომ ამის გამო, მკვდრის გამო მე მწყევლის და მე მიტრიალებს დედას. იცით რა არის, მეგობრებო? თქვენივე სიტყვები გამხელენ თქვენ ვისი მადიდებლები ხართ. ამ მძორის და მუმიის გამო, რომ დედა ჩემს ეხებით. თქვენ არც ქრისტესი გაცხიათ რამე და არც იახვესი სხვათა შორის. არც იახვესი. არაფრის, თქვენ მხოლოდ ტვინის ღეროს უჯრედზე ხართ დასული. მეტის აზროვნება თქვენ არ შეგიძლიათ. და ვინც ხედავს სინათლეს, ის ხედავს აი ამ სურათზე, რომ აი აქ ჩვენ მკვდარს ვხედავთ და არა ცოცხალს. ცოცხალ მკვდარს, ესე რომ ვთქვათ. მკვდარს, რომელსაც ცოცხალს უწოდებენ, აი ასეთ ადამიანს ვხედავთ ჩვენ აქ. და თუნდაც იყოს ცოცხალი, ვუწოდებდი მკვდარს, იმიტომ რომ მკვდარს გავს. ასე რომ ჩემო კარგებო, კიდევ ბევრი სასწაულების მომსწრე გავხდებით და მე ვინც არ მიცნობს, ურჩევ გამიცნოს ჯერ და მერე ისაუბროს ჩემზე ცუდად. ასეც მითხრეს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ყველა მიაწყევლეო. განსხვავებულ აზრის მქონე ადამიანებს კი არ ვწყევლი. მე იმათ ვწყევლი, ვინც პროვოცირებს იმ საკითხებით, რომელი საკითხებითაც დღეს კაცობრიობა უნდა იყოს დაკავებული წესით. ჩვენ არა არაბიზაციას კი არ უნდა გავყვიროდეთ, უნდა გავყვიროდეთ ცოცხალ მკვდარი კი არა და მკვდარი კაცი გვიდევს პატრიარქად. მკვდარი. ხო და რა გიკვირს, რომ არაბები თავზე კი არ დაგაჯდებიან, სრულიად გაგაქრობენ საერთოდ ამ დედამიწასა ზედა. ვიდრე შენს პატრიარქად იესო ქრისტეს კი არა, აი ამ ლეშს აღიარებ. ხალხო, კატასტროფები ხართ. ვინც ამას ვერ ხედავთ, რომ აი ამ სურათზე ეს კაცი მკვდარია. ღმერთმა გაგაგებინოთ, ღმერთმა თვალი აგიხილოთ, ღმერთმა დაგაფიქროთ, ღმერთმა ის გაგაგებინოთ, რასაც ვამბობ. ამინ, ამენ, ამინით იესო ქრისტე წავიდი, ხა გაკოცეთ და დავიძინეთ, რომ დავიღალეთ.